სტუდია. მოგესალმებით პატრიოტულ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. დღეს ღია სტუდიას სტუმრობს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი ნუგზარ გასვიანი. მოგესალმებით ბატონი ნუგზარ. მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონი ნუგზარი ჩვენთან არ არის ყოფილა სტუმრად და ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე მისი სტუმრობა. ბატონი ნუგზარი დღეს მოგაწვეთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რა სამუშაოები შესრულდა შარშან, ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, რა იგეგმება წელს. ეს ზოგადად მოგახსენებ ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო და ამიტომ შესაძლოა თქვენს გაგიჩნდეთ შეკითხვები, ტელეფონების ნომრებს შეგახსენებთ 240 91 92 240 92 92 ჩართულია ტელეფონები. ღია სტუდია ღია ეთერში მუშაობს, საზოგადოებრივ რადიოს, რადიო 1-ს უსმენთ FM 102.4 ტალღაზე. მაგრამ ვიდრე გზებს, ახალ მონაკვეთებს, ამ ძალიან დიდ ტრასას, რომელსაც ასეთი მონდომებით აშენებს ჩვენი სახელმწიფო, ვიდრე ამ თემებს შევეხებით, მანამდე ბატონ ნუგზარ, იმის გამო რომ ზამთრის სეზონია, იმის გამო რომ ამ რამდენიმე დღის წინ გზები ჩაიკეტა სხვადასხვა მიმართულებით, მინდა ჯერ ეს შეკითხვა დაგისვათ, ამჟამად რა ვითარებაა გზებზე? კი ბატონო, ესე იგი პრაქტიკულად ჩვენ უკვე 5 იანვრიდან დაწყებული მუშაობდით საგანგებო რეჟიმში. იყო ურთულესი მეტეოროლოგიური პირობები მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ძირითადად ეს შეეხებოდა საუღელტეხილო მაღალმთიან რეგიონებს, სადაც იყო დიდი თოვლობა და ქარბუქები. აქედან გამომდინარე საკმაოდ გართულებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნება. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰქონდა მობილიზება აბსოლუტურად ყველგან, მიმდინარეობს და ამჟამადაც მიმდინარეობს 24 საათიანი მორიგეობა, არის შესაბამისი მარაგები, შენარჩუნებული იქნა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. იყო მხოლოდ ცალკეული შეფერხებები. ეს შეფერხებები და საკმაოდ მცირეხნიანი იყო. დიახ, საკმაოდ მცირეხნიანი იყო ნინოწმინდა სომხეთის მიმართულებით. 2-3 დღე იყო ერთდღიანი შეფერხება მესტიის მიმართულებით და იყო სადღაც თოვის დასრულებიდან 5 დღიანი შეფერხება გუდაური კობის მიმართულებით, მაგრამ მაგ ძირითადი მომენტი იყო ზღვასაშვებერის გამოც არ იყო შესაძლებელი გაწმენდითი სამუშაოების დაწყება და შესაბამისად ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა, რადგანაც ეს როგორც იცით ცნობილია ზღვასაშვება გარკვეულ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, აქ არის პრაქტიკულად სიცოცხლეზე საუბარი და შესაბამისად არანაირი სიცოცხლის ფასად არ ღირდა ის რომ თუნდაც ერთი დამატებითი უბედური შემთხვევა მომხდარიყო, მაგრამ იმდანად იყო ტექნიკა მობილიზირებული ადგილზე, რომ უმოკლეს პერიოდში მოხდა მოძრაობის აღდგენა. ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით, მათ შორის ლარსის მიმართულებითაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა არის შეუფერხებლად მიმდინარეობს ზამთრის სტანდარტების რეჟიმში და კვლავაც გრძელდება ეს მობილიზაცია ყველა მიმართულებით, ეს გაგრძელდება მაღალმთიან რაიონებში მარტის ბოლომდე, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებში, დაბლობ რაიონებში, სადღაც თებერვლის ბოლომდე, მარტის პირველი ცხადბამდე დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, მეტეოროლოგიურ პირობებზე. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ არის შესაბამისი რესურსები, როგორც ტექნიკის მხრივ, ასევე საწვავების, ტექნიკური მარილის და მექანიზმების მხრივ. მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ცხელი ხაზი, სადაც შემოდის ინფორმაციები არა მარტო მოქალაქეებიდან, ასევე მძღოლებიდან, სხვადასხვა დაინტერესებული უწყებებიდან. ჩვენ ყველას აბსოლუტურად აი ამ ზამთრის პერიოდში მოსაზღვრე ქვეყნების საელჩოებს უგზავნით შესაბამისი ინფორმაციას, ეს შეეხება სომხეთის, თურქეთის საელჩოებს, რათა მათ უკვე თავიანთ გადამზიდავებს მიაწოდონ, ასევე უმოკლეს პერიოდში ინფორმაცია შესაბამისი გართულებების შესახებ საავტომობილო გზებზე და იმათ უკვე ადეკვატურად თუ შესაძლებელია მოიძიონ უკვე ალტერნატიული გზები, ან დაელოდონ ადგილზე ვითარების გაუმჯობესებას, რომ მაქსიმალურად იყოს ნაკლები, ასე ვთქვათ, საცობების შექმნილი გზებზე დაგროვილი მანქანებისაგან. რა თქმა უნდა, ალბათ საბაჟოზეც არის ხოლმე, ხო, ეს ინფორმაცია, რომ შემომსვლელმა იცოდეს რა ელოდება დაუშვათ იქ გზებზე და რა ვითარებაა. აბსოლუტურად საბაჟოს ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი არის გადაცემული, დაუყოვნელი პრაქტიკულად ეს ცელდება ცირკულარულად. მით უმეტეს თუ რამე შეფერხებაა, ხო? დიახ, ყველა ცირკულარულად ცელდება ყველა საბაჟოზე
და ყველა არის ინფორმირებული უმოკლეს პერიოდში აღნიშნული შესახებ. იმიტომ რომ ამ შეფერხების დროს განსაკუთრებით გუდაურის მონაკვეთში, როდესაც იყო შეფერხება, რაღაც საყუდროს გამოთქვამდნენ მახსოვს იქ რაღაც ჩანაწერს ატრიალებდა სხვადასხვა ტელევიზია ზოგი საგანგებო თეზებს ასეთ შემთხვევებს და დიდი სიამოვნებითაც ატრიალებდა, მაგრამ ეს სხვა თემაა. ყოველ შემთხვევაში რომ არ მოხდეს ასე და რომ არ მოყვნენ ადამიანები ასეთ სტიქიურ ზონაში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ის 5 დღიანი ლოდინი და რა თქმა უნდა ძალიან რთულად იმოქმედებდა იმ ადამიანებს, ვინც შემთხვევით მოყვა. რამდენიმე იყო ასეთი, რომ იძულებული იყო, ნიკ გაჩერებული იყო, ნიკ მოეცადათ, ვიდრე გაიწმინდებოდა გზები. ზამთრის სეზონის დადგომამდე კიდევ ერთხელ ჩვენ საელჩოების მეშვეობით ვატყობინებთ ყველა საელჩოს, რომ განსაკუთრებით ლარსის მიმართულებით, გუდაური ლარსის მიმართულებით იყოს ზამთრის სეზონისათვის გამართული ავტოტრანსპორტების შეეხება გამწევ საშუალებებს, ასევე ვაფრთხილებთ, რომ გქონდეთ შესაბამისი მარაგები თვითონ ძღოლებს, გარკვეული მარაგები, ჯაჭვები, ასევე პროდუქტები, ასევე საწვავი, რომ არ შეექმნათ. ეს პირდაპირ ჩვენ გვაქვს ასეთი თხოვნები აი ამ საელჩოებთან. და შესაბამისად ეს ცალკეული ძღოლები ბუნებრივია იქნებოდა გარკვეული უკანყოფილება არ არის ადამიანური მომენტი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია რამდენიმე დღე მანქანაში ყოფნა და გეზინოს, მაგრამ თუ თქვენ მიაქციათ ყურადღება, მათ სისტემატურად უწევდათ დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, იყო მათ მიწოდება საწვავების, პურის და ასე შემდეგ და საკვები პროდუქტების, რის გამოც მაქსიმალური კეთდებოდა მასი მდგომარეობის, ასე ვთქვათ, შესამსუბუქებლად გასაუმჯობესებლად, რა თქმა უნდა, იმ რთულ სტიქიურ პირობებში. რა კი ამ ვითარებას შევეხეთ და რამდენიმე დღის წინ არსებულ სიტუაციას ჩვენს გზებზე თქვენ არ გეხებათ ბატონო ნუგზარ საგზაო დეპარტამენტს, გზების დეპარტამენტს, მაგრამ უნდა ითქვას გულისტკივილით, რომ სვერპლი მაინც მოყვა ამ დიდთოვლობას, არა იმის გამო, რომ გზა იყო მოუწესრიგებელი, უბრალოდ გაიყინა ადამიანი, ვიცით ეს შემთხვევა ნინოწმინდაში მოხდა და რასაკვირველია ძალიან გულდასაწყვეტია. თქვენ ბრძანებდით იმის თაობაზე, რომ აი ზუსტად ამიტომ არ იხსნებოდა ვადაზე ადრე გზები, ვიდრე ზვავები ზოგი ხელოვნურად მოახდინეთ თქვენმა თანამშრომლებმა, ხომ მას ჩამოყვანა თუ ჩამოწოლა, როგორც ხდება და ამის შემდეგ გაუშვეს იქ გახსნეს მოძრაობა. ზუსტად იმის გამო, რომ სვერპლი არ ყოფილიყო და საბედნიეროდ მართლაც ამ ტრასაზე, ამ გზაზე, გზის ამ მონაკვეთზე, ასეთ რთულ მონაკვეთზე სვერპლოთ გადავრჩით და ეგ ძალიან კარგია. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რასაც თქვენ ბრძანებით, რომ მობილიზებული იყო ყველა და შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა ყველამ. როგორც თქვენ დაგვირდით ბატონო ნუგზარ და ძალიან მიხარია, რომ ესასია, რომ ასევე მობილიზებული ხარ საჭიროების შემთხვევაში, თუ კი კვლავ გაუარეს დაავედი, თუ კი გათოვდა, არ არის პრინციპში ახლა გაუარესება და ზამთარში თოვას უნდა ელოდე ალბათ, როცა თან ასეთი რელიეფის ქვეყანა გვაქვს და ხართ სამისოდ მზად. დიახ, რა თქმა უნდა, კიდევ ეს ზამთარი არის, ჩვეულებრივი ზამთარი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ამ შემთხვევაში მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მძღოლებს, ავტომობილებს, რომ მაქსიმალურად შეუფერხებელი იყოს გადაადგილება, მაგრამ კიდევ და კიდევ არის ის გარკვეული ზღვრული მომენტები, რომლის იქეთაც უკვე როდესაც შეუძლებელი ხდება საავტომობილო გზების ექსპლუატაცია, ამ პერიოდში ხდება შეზღუდვა, ეს შეზღუდვა გამოიხატება, ვთქვათ, მოძრაობის რეჟიმების დაწესებით, ჯაჭვების გამოყენებით, შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის შეზღუდვით, რადგანაც კარგად მოგეხსენებათ, რომ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი არის ძალიან არამდგრადი ამ მოყინულ პერიოდში და შესაძლებელია ერთმა მისაბმელიანმა ავტოტრანსპორტმა გამოიწვიოს საავტომობილო მოძრაობის სრული ჩახერგვა და აქედან გამომდინარე ჩვენ ხანდახან პერიოდულად პრევენციულად ვახდენთ აღნიშნული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებას გადაადგილების დროს რაც შეეხება მობილიზაციას კიდევ აცხადებთ, რომ არის შესაბამისი სრული რესურსი, რომ ჩვეულებრივ სტანდარტულ პირობებში და მაქსიმალურად გართულებულ სიტუაციებშიც მოხდეს ადეკვატურად საავტომობილო გზებზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, მოძრაობის რეჟიმის შენარჩუნება მაქსიმალურად და კიდევ პრაქტიკულად რაღაც ძალიან ძლიერ ფორს-მაჟორი უნდა იყოს, რომ რამე სერიოზული შეფერხებები იყოს საავტომობილო გზებზე. ძალიან კარგი, მოდით მაშინ ეს თემა დავხუროთ ჩვენს გადაცემაში, თუ შეიძლება ასე ითქვას და მივუბრუნდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რაც უკვე ვახსენეთ ჩვენ გადაცემის დასაწყისში, საავტომობილო გზების მშენებლობა, მათი მოვლა, ექსპლუატაცია, ეს ისეთი საინტერესო და ღრმა თემებია, რომ ნამდვილად ერთი გადაცემის დრო არ გვეყოფა, მაგრამ
ძირითადად მაინც აი თუნდაც მშენებლობასთან დაკავშირებით ბატონო გზა რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შარშან როგორ მიმდინარეობს ამ დიდი ესე იგი ტრასის დიდი გზის მშენებლობა ესეც გითხარით რა მონაკვეთებია დასრულებული სად მიმდინარეობს ამჟამადაც თუ არის სამუშაო ზამთრის პირობებში შესაძლოა ისეთი ტემპით არ მუშაოთ მაგრამ აი რა ხდება დღეს და ჯერ გასული წლის შედეგებზე გითხარით მაგრამ გავიწყოთ გასული წლის შედეგებით ჩვენ ვიტყვით რომ პრაქტიკულად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გასული წელი ფიქრობთ რომ წარმატებით ასე ვთქვათ შეასრულა გასული წელი ეს შეეხება როგორც საბიუჯეტო მონაცემებს საბიუჯეტო შესრულებას ასევე ფიზიკურ შესრულებებს პრაქტიკულად შაშან გაკეთა ორი სერიოზული განაცხადია 32 კილომეტრიანი ქუთაისის შემოვლითი გზის საავტომობილო გზაზე მოძრაობის გახსნა მეორე 8 კილომეტრი იყო გახსნილი რუისიდან აგარის მიმართულებით ჯამში 40 კილომეტრი გზა ამავე დროს მთლიანად გრძელდებოდა 7 სხვადასხვა მონაკვეთზე მშენებლობები ეს ჩვენ შეგვიძლია დეტალურად გავიაროთ ახლა ეს არის ისე პირველი რუისი-აგარას მონაკვეთი რომელზეც როგორც ვთქვით ჯამში უკვე 11 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილი შემდეგ ზესტაფონი ქუთაისის სამტრედიის 57 კილომეტრიან მონაკვეთზე და იქიდან 32-ზე მოძრაობა არის გახსნილი სამტრედია გრიგოლეთის 12 კილომეტრიან მონაკვეთზე და კობულ-აჭარის შემოვლითი გზის 30 კილომეტრიან მონაკვეთზე. საიდანაც უკვე 12 კილომეტრზე ასევე მოძრაობა არის გახსნილი. ეს ყველაფერი შარშა დასრულდა. არა, ეს მიმდინარეობდა მშენებლობა, არა, დასრულდა შარშან 40 კილომეტრზე. ჯამში იყო 140 კილომეტრზე აქტივობები და 40-ზე აქედან იქნა მოძრაობა გახსნილი. ახლა რაც შეეხება ამ დიდ მშენებლობას რო გავყვეთ, წელს უკვე საკმაოდ სერიოზულ შედეგებს ველოდებით ასევე ვარაუდობთ რომ უკვე წლის ბოლოსათვის დეკემბრისათვის იქნება აგარამდე 4-ზოლიანი გზა აშენებული ანუ პრაქტიკულად ეს 19 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულყოფილად შევა ექსპლუატაციაში ძალიან სერიოზული ტემპებს ველოდებით უკვე გაზაფხულიდან აგარა გომის შემოვლითი გზა ოსიაურის მიმართულებით ეს ხაშურისკენ მან და არის შემდგომი მონაკვეთი და ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო სამუშაოები და მარტიდან მანდაც სრული ტემპებით გაგრძელდება განახლდება დაიწყება ასე ვთქვათ სამუშაოები ამის შემდგომ ზესტაფონის სამტრედიის მონაკვეთზე ჩვენ დაგვრჩა 57 კილომეტრიდან როგორც ვთქვით 32 არის უკვე გახსნილი და დარჩენილი 25 კილომეტრი აქედან 10 კილომეტრი სამტრედიამდე მისასვლელი მეორე კვარტალში იქნება დასრულებული მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ხოლო რაც შეეხება ზესტაფონი სიმონეთი რო ვთქვათ ზესტაფონი სიმონეთის მონაკვეთი 15 კილომეტრიანი აქ შენდება 4 ზოლი ამ მონაკვეთზე ჩვენ ვარაუდობთ რომ წლის ბოლოსთვის სადღაც სამუშაოები 70% უნდა იყოს დასრულებული ანუ ზესტაფონი სიმონეთის მონაკვეთი ეს პრაქტიკულად უკვე კრავს აი ამ წრეს ზესტაფონი ქუთაისი სამტრედიის წრეს გაისათ უკვე წლის პირველ ნახევარში პრაქტიკულად ზესტაფონი სიმონეთი იქნება 4-ზოლიანი ანუ ეს არის შეეხება არგვეთიდან ასე რომ ზესტაფონიდან რო გავდივართ არის დასახლებული პუნქტი არგვეთთან სიმონეთამდე 4-ზოლიანი შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობა წავა 2-ზოლიანით სამტრედიამდე და რეალურად უკვე სამტრედიაში ჩვენ ზესტაფონიდან ჩავალთ ალბათ 30 წუთში უკვე ეს როცა დასრულდება საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა და მან არანაირ შემოფერხებელ გარემოებებს ვერ ხედავთ ამავე დროს უკვე მომდევნო წლიდან მიმდინარე 15 წლიდან ჩვენ ყავს უკვე მეორე კონტრაქტორი სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთზე ეს არის ჩინური კომპანია რომელიც სავარაუდოდ უკვე გაზაფხულზე დაიწყებს მუშაობას მაგრამ ამავე დროს ამ სამტრედია გრიგოლეთზე ჩვენ გვაქვს სულად 51 კილომეტრი და დაგვრჩა კიდე ორი ლოტი გამოსაცხადებელი 30 კილომეტრის სიგრძის ეს არის ნაწილი სამტრედია რაიონში ნაწილი ლანჩხუთის რაიონში გამავალ მონაკვეთებზე და ესენი ეტაპობრივად იქნება გამოცხადებული პირველ და მეორე კვარტალში. ანუ პრაქტიკულად წლის ბოლომდე აქაც ველოდებით უკვე კომპანიების ჩართულობას. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ რეალურად უკვე ზესტაფონიდან რო გავუყვეთ ჩვენ სამტრედია გრიგოლეთამდე, ასე ვთქვათ, ყველა მონაკვეთი არის დაკონტრაქტებული და გარკვეულ ეტაპზე მშენებლობის. ანუ რეალური სრული სურათი გვაქვს გრიგოლეთი უკვე პრაქტიკულად შავი ზღვის სანაპიროა. ამავე დროს გაგრძელდება სამუშაოები ქობულეთის აჭარის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე თქვენ ახლა მან თან რა არის რა მომენტი არ ჩანს ეს ქობულეთის შემოვლითი გზა გზიდან იმიტომ რომ შემოვლითია და სიღრმეში მიმდინარეობს სამუშაოები მან იქნება გვირაბები ხიდები სერიოზული სამუშაოებია
და მაგრამ აქ უკვე სამუშაოების დასრულებას ჩვენ ვარაუდობთ 2016 წელს. მიმდინარე წელს შარშან დაიწყო სერიოზული ტემპებით, გაგრძელდება ეს კვლავ წელსაც სერიოზული ტემპებით ამის სამუშაოები და პროექტის შესაბამისად უკვე 2016-ში აქაც უნდა მორჩეს სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასევე ძალიან საინტერესოა ქვეყნისათვის ხაშურიდან ზესტაფონამდე. ეს არის ყველაზე რთული მონაკვეთი გასაგებია და ამ ეტაპზე კორეული კომპანია არის ჩართული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაში. საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ამ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, იმიტომ რომ არის ურთულესი მონაკვეთი, ყველაზე რთული მონაკვეთი საქართველოსთვის, როგორც გეოგრაფიულად, ასევე გეოლოგიურ ჭრილში. ძალიან ბევრი მეწყერები, პატარა მცირე მდინარეები, ღვარცოფის საშიშროების ადგილები და გამომდინარე აქედან ამჟამად მიმდინარეობს ძალიან სერიოზული განხილვები. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თუ გვინდა ქვეყანას თუ უნდა რომ მიიღოს სრულყოფილი 4-გზოვანი საავტომობილო გზა, რომელმაც უნდა შეასრულოს რეალურად სრულყოფილი ტრანზიტული ფუნქცია დასავლეთ-აღმოსავლეთ დერეფნის და აბრეშუმის გზას პრაქტიკულად მართლა დაერქვას აბრეშუმის გზა და რეალურად შეასრულოს აბრეშუმის გზა. ამ მონაკვეთის გარეშე არ გამოვა. ამ მონაკვეთის გარეშე აბსოლუტურად ეს არ გამოვა. მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა ვარიანტებში, რომ ძალიან ძვირად ღირებული არის ეგ სამუშაო. თვითონ ძალიან დიდი სამუშაო იქნება. ეს აცილდება სავარაუდოდ $1 მილიარდს, მაგრამ რეალურად იმიტომაც მიმდინარეობს ამდენი ხანი დამუშავება, რომ ვეძებთ ყველაზე ოპტიმალურ დამოსავლებს, მაგრამ ისიც არ არის, რომ ოპტიმალური, მაგრამ არაეფექტური იყოს და ძალიან ბევრი გვირაბი იქნება კიდევ, ძალიან ბევრი ხიდი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არის ურთულესი გეოლოგია, ალბათ სხვა გამოსავალი რეალურად არ დარჩება და ჩვენ უკვე გაზაფხულზე სადღაც წარმოვადგენთ კონცეფციას, მაგრამ გაზაფხულამდე ჩვენ ასე ვამზადებთ უკვე ხაშურის შემოვლითი გზის დეტალურ პროექტს, რომელიც ტენდერი წლის ბოლოსთვის გამოცხადდება და სამუშაოების დაწყებას ამ წლის ბოლოს, ამ მომდევნო წლის დასაწყისში ველოდებით. ეს უკვე პარალელურად ამ რიკოთის ზესტაფონის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, ანუ პრაქტიკულად აქ არის ხაშურის შემოვლითი გზას დავიწყებთ, მაგაზე უკვე მიმდინარეობს ამ ეტაპზე სასესხო მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან არის დაწყებული და დაგვრჩება უკვე რიკოთის ზესტაფონი. კიდევ ამბობ, ეს კონცეფცია ალბათ უკვე გაჟღერებული იქნება მთავრობის მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე. როგორ გზით წავალთ? ბატონო, მსმენელის გველოდება, მოვისმინოთ მისი შეკითხვა და თუ ამ დიდ გზასთან დაკავშირებით კიდევ რაიმე გვექნება, სიამოვნებით მოგისმენთ. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. მოგილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ეხლა ეს შეკითხვა მაქვს ძენსაც. აი, ადგილობრივი მოსახლეობის რამდენი პროცენტია დასაქმებული მაგ მშენებლობაში, აი ამაზე დაახლოებით თუ მიპასუხებთ. დიდი მადლობა, აუცილებლად ექნება ეს ინფორმაცია, ბატონო. კი ბატონო, მოგახსენებთ, აბსოლუტურად ყველა კონტრაქტში არის სავალდებულო პირობად ჩადებული, რომ ადგილობრივი მოსახლეობის 70% იყოს დასაქმებული აღნიშნულ კონტრაქტებში და რეალურად რო ვთქვათ, რამდენი დასაქმებიდან 70% არის ადგილობრივი მოსახლეობა. ესე იგი, ისევ ამ დიდ გზაზე იყო ეს შეკითხვაც და ახლა იქ სადაც, ანუ ეს შეეხება მე როგორც მივხვდი მსმენელის კითხვას, ეს შეეხება იქ სადაც უცხოური კომპანიებია შემოსული, იმათ უდევთ ცალსახა პირობად, რომ 70% მოსახლეობისა იყოს დასაქმებული ადგილობრივი. ეს თავიდანვე იდება პირობა და რაც შეეხება დანარჩენ სამუშაოებს, რომელშიც უკვე ქართული კომპანიები მონაწილეობენ, იქ ბუნებრივია 100% ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. კარგი, და მე მინდა კითხოთ, ბატონო გზარ, ამ გზასთან დაკავშირებით თუ რაიმე გინდათ კიდევ ინფორმაცია მოგვაწოდოთ, აი ფაქტობრივად დამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ დამატებით ხო, ნუ პრაქტიკულად რეალურად ჩვენ გვჩება ამის შემდეგ ბათუმის შემოვლითი გზა სარფისაკენ და გვჩება ასევე გრიგოლეთი და როდის მთავრდება ეს მთლიანობაში? ეს უკვე რეალურად პრაქტიკულად ეს დამოკიდებული კიდევ ამ დაფინანსების ოდენობაზე, დაფინანსებიდან გამომდინარე რეალურად შესაძლებელია მაგის დამთავრება ძირითადი სამუშაოების თუ ასე ვთქვათ ადეკვატური დაფინანსების შემთხვევაში 2020 წლისათვის არის მოსხასწრებული. მთლიანად უკვე ძირითადად მაინც რომ დამთავრდეს, თუმცა კიდევ ამბობ ეს არის დაფინანსების ოდენობაზე საუბარი. დაფინანსება საკმაოდ ძვირია და როგორ იქნება გადაწყვეტილი დაფინანსება, აქედან გამომდინარე იქნება უკვე შესაბამისი პროგრამა დაგეგმილი, როგორ გაგრძელდება სამშობლო სამუშაოები. გასაგებია, დიდი მადლობა. მოდით შევეხოთ მაშინ სხვა გზებსაც სად რა გაკეთდა კიდევ და რაც მთავარია
ახალი წელი დაიწყო, წელს რას გვეგმობთ, რას ვაკეთებთ, და ჯერ შარშანდელი კიდევ რა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ, რა შეგიძლიათ გითხრათ. მინდა შევახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი ნუგზარ გასვიანი გახლავთ ღია სტუდიის სტუმარი და ისიც მინდა შეგახსენოთ ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო, რომ ეს დეპარტამენტი ძირითადად მუშაობს საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე და ასევე რესპუბლიკური სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე. რაც შეეხება სასოფლო გზებს, რაიონულ გზებს, ამ შემთხვევაში თვითმმართველობებთან მოგვიწევს თქვენი გადამისამართება თუ დაგვირეკავთ. ამიტომ ჯობია თუ ზარები იქნება დაგვირეკოთ, აი რა მდგომარეობაა დაუშვათ იგივე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესპუბლიკური, როგორც იტყვიან ხოლმე, რესპუბლიკური მნიშვნელობის გზებზე, ამასთან დაკავშირებით თუ გექნებათ შეკითხვები და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე რა ვითარება. აი ეს საკითხები არის ამ დეპარტამენტის კომპეტენციაში, ასე რომ გითხარით ქვეყნის შიდა გზებზე, აი რა გააკეთეთ შარშან. ჩვენ შარშან ვაგრძელებდით ასევე ეს შეწეღარაც თქვით მშენებლობა, ეს იყო ჩვენი ძირითადი ბიუჯეტის სადღაც 60%-მდე, ამავე დროს დანარჩენი შიდა გზები? არა, მშენებლობა ზოგადად თლიანი ბიუჯეტის 60%-მდე. თლიანი ბიუჯეტის 60%. ჩვენ პრიორიტეტი არის ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ეს არის მშენებლობა, ეს 60 ავტომაგისტრალის დასრულება წითელი ხიდიდან ხოთამდე და სარფამდე სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის, მაგრამ ამავე დროს აბსოლუტურად ადეკვატური ყურადღება არის მიქცეული ყველა დანარჩენი მიმართულებით მისასვლელ როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის, ასევე რაიონულ ცენტრებამდე მისასვლელ გზებამდე. ყველა მიმართულებით ჩვენ ვაწარმოებდით, ეს იყო 260 კილომეტრამდე გზაზე მოხდა რეაბილიტაცია, პერიოდული შეკეთება. მოხდა საავტომობილო გზების ეს თქვა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ თიანეთის მიმართულებით, სიღნაღი-ანაგის მიმართულებით, ფშაველში, სადახლოს მიმართულებით, თბილისი-ვაზიანზე, თბილისის შემოსავლელ გზაზე, შემდეგ რო გადავიდეთ დასავლეთში ლენტეხიდან გაგრძელება გზის, მესტიის შემდეგ გაგრძელება უშკულის მიმართულებით, ზესტაფონი ბაღდადის მიმართულებაზე, შიონღვიმის მიმართულებაზე, ქუთაისი ჭოგნარი, ზომლეთი ხიხაძირი, შუახევში არის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი, ბანძახონის მიმართულება, შაველიაბანო მოგახსენეთ, ქვემო ქედის მიმართულება და სხვადასხვა მიმართულებები. ეს პრაქტიკულად შედგებოდა პროგრამა გამომდინარე გზებზე არსებული ვითარებებიდან, ჩვენ აბსოლუტურად ვითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნებსაც სხვადასხვა მიმართულებით თუ კი არის გზების რეაბილიტაციო ამ გზებთან მიმართებაში. ამავე დროს ვახორციელებდით ჩვენ საავტოგზების დეპარტამენტი ხიდების რეაბილიტაციას, ესე იგი რეალურად რო თქვა შარშანდელ სეზონში ჩვენ გავუკეთეთ 265 კილომეტრს რეაბილიტაცია პერიოდული შეკეთება, აშენდა 11 ახალი ხიდი და 52 ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ანუ პრაქტიკულად ეს მიმდინარეობს აბსოლუტურად გეგმოზომიერად ყველა მიმართულებით, როგორც საავტომობილო გზების, ასევე ხიდების და სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობის სამუშაოები. ასევე ტარდება მცირე სახეობის პრევენციული ღონისძიებები, თქვენ შეიძლება როცა მოგზაურობთ თქვათ საქართველოს პირობებში, ეს არის პრევენციული შეკეთების სამუშაოები, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები, ეს უკვე შეეხება გზაზე საექსპლუატაციო მდგომარეობას, ამ ჩვენი მიზანია, რომ გადაადგილების დროს პრაქტიკულად ორმოები არ იყოს გზაზე, მაქსიმალურ უმოკლეს პერიოდში მოხდეს მათი აღმოფხვრა, მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები, ანუ დახაზვის სამუშაოები ყველა მიმართულებით, როგორც ცენტრალურ გზაზე, ასევე რაიონულ ცენტრებამდე მისასვლელ გზაზე, საინფორმაციო ნიშნების განახლება, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება მათი გახუნება, როგორც ზამთრი კლიმატური პირობების ზემოქმედების შედეგად და ყველა ესეთ თანდავის სამუშაოები, რაც შეეხება გზას და შედეგად პრაქტიკულად ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაინც ყველა მიმართულებით დღესდღეობით ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს საკმაოდ სერიოზული გაუმჯობესება, როგორც საექსპლუატაციო მაჩვენებლების შესაბამისად გვაქვს ყოფილება ასევე მოსახლეობისაც. სმენელი გველოდება ბატონო. გისმენთ ღია სტუდია. ძალიან კარგი მოგესალმებით, ინტერესით ვისმენდი ამ ჩამონათვალს, რომ აი ეს ყველაფერი გაკეთდება. შემდეგ ბატონო თქვენი შეკითხვაც იყო, ეს ყველაფერი იყო 5 წლიანი გეგმის. 5 წლიანი. 5 წლიანი არა, უბრალოდ მე ვკითხე როდის დასრულდება თქო და 2020 წელს დასრულდებაო ამ სამუშაოები. ეს 5 წლიანი გეგმა, მაგრამ რა მაინტერესებს? აი ძალიან ხშირად აი რომ გამოდიან გამაღიზიანებლად ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები
რაც გვაღიზიანებს ჩვენ რომ აი და განსაკუთრებით ხას უსვამენ რომ აი შეჩერებულია ჩავარდა მშენებლობაზე იმ გზების მშენებლობაზე რომ ეს ავტობანი შეჩერდა ეს შეჩერდა აი მაინტერესებს რას თქვენ ისმენთ ალბათ იმას რას უპასუხებდით აი თქვენ იმას მართლა რა შეჩერდა ჩვენ ხო არ ვიცით რა იყო გეგმაში და რა არ კეთდება ჩვენ გვინდა რომ დაუპირისპირდეთ იმას უფრო გამარჯვებით და არა იმით რომ რატომ გვეუბნებიან საყედურებს სულ მადლობა ზარისთვის რას უპასუხებთ ბატონო ნუგზარი როგორც წეგან საუბრობდი აბსოლუტურად ყველა მშენებლობა არის დაკავშირებული შესაბამისი სასესხო ხელშეკრულებებთან, ანუ სასესხო ხელშეკრულების გარეშე. და წინა ხელისუფლება თქვენ იმ დროსაც მუშაობდით, უფრო ადრევე ვარაუდობდა, დავუშვათ თუნდაც იგივე სარფი წითელი ხიდის გზის 4 ზოლიან მშენებლობა, დასრულებას. მე შემიძლია ამაზე ჩვენ ფაქტებით ვისაუბროთ, რომ ამ ეტაპზე ნებისმიერი გზის მშენებლობა დაკავშირებული სასესხო ხელშეკრულებასთან. თუ სასესხო ხელშეკრულება არ არის გაფორმებული და არ არის ესყაღებული, როგორ ვიწყებთ მაშინ მშენებლობას? ჩვენ ამ ეტაპზე მე რასაც ვისაუბრე, ეს ყველაფერი არის ფაქტებით გამომდინარე, ანუ ყველა მიმართულებით იგივე რაც ვთქვით რუისიდან დაწყებული, ყველა სამუშაოები მოსდევს სასესხო ხელშეკრულებას. სასესხო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე რეალურად სამუშაოები ვერ დაიწყება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიტყვით ერთ რამეს, რომ რეალურად სურათი გვაქვს ჩვენ, რაც ვთქვით 40 კილომეტრი გზა გაიხსნა, გაისათ წეგანაც ვამბობთ, რომ აბსოლუტურად შეგვიძლია ყველა მიმართულებით, ეს არ არის დამალული მუშაობა, ეს არ არის დამალული სამუშაო, შესაძლებელია ზამთრის პერიოდში გარკვეული სახის შეფერხებები იყოს ამინდობის გამო, მაგრამ დღესაც რო გავიდეთ, თქვათ, იგებოდა ბეტონის საფარი დაიგო სამტრედიაში 500 მეტრი, ახლა დიდი დამგები არის. როცა არ არის მუშაობა, რა თქმა უნდა, როცა კლიმატური პირობები, ახლა ეს ბეტონის დამგები არის გადმოყვანილი სიმონეთში და ვაგრძელებთ იანვარში, ფიქრობთ ბეტონის და უკვე საფარის დაგებას, გამოგრძელებას სიმონეთიდან ზესტაფონის მიმართულებით. მიმდინარეობს მთელ გზაზე ხიდების მშენებლობა. წეგანას თქვი, რომ აჭარის შემოვლით გზა არის სიღრმეში არ ჩანს და შეგვიძლია ნებისმიერ და დაინტერესებულ პირს ნახოს რა მდგომარეობა, რა ხელა მასშტაბების სამუშაოებია ჩატარებული და აქედან გამომდინარე იმის საუბარი რომ არა შეფერხებულია, ჩვენ ვერ დავეთანხმებით მაგ თემას. კიდევ და კიდევ ვამბობ, რომ რეალ ყველაფერი არის, ყველა სამუშაოს წარმოება არის დამოკიდებული იმ თანხაზე, რაც არის გამოყოფილი. ის ძველ პერიოდშიც კეთდებოდა ის სამუშაოები, რა თანხები იყო გამოყოფილი და ამჟამადაც ეს დაფინანსება არანაირად არ შემცირებულა, ჩვენ გვაქვს მაგის მონაცემები, რომ რეალურად დაფინანსება არათუ შემცირდა, იზრდება გარკვეული რაოდენობით, გაისათ უკვე მომატებულია წელს თუ იყო 540 მილიონი, გაისათ უკვე 640 მილიონზეა საუბარი გზების სექტორში დაფინანსებას და აქედან გამომდინარე, რატომ უნდა იყოს შემცირებული, ჩემთვის გაურკვეველია. მსმენელი გველოდება კიდევ ერთი, დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. აი ქალბატონმა ჩემთვის გავაშვება ქალბატონმა იკითხა ძველი ხელისუფლების მიმდევრებიო გვა დადაშაულებენ რომ თითქოს ისინი ესე ამბობენ რომ ყველაფერი გაჩერდა. თქვენმა რესპონდენტმა არ უპასუხა ამ კითხვას რაღაც სასესხო ხელშეკრულებებზე ილაპარაკა და ესე იგი ისინი ვის კითხულობენ რატო შეჩერდა მართლები ყოფილა. რატო ყოფილა მართლა როგორ არ უპასუხა 500 მილიონი იყო და 640 მილიონიაო და დაფინანსება. აფეთ წუთია გისმენთ და მაგაზე ილაპარაკა მეტი არაფერი. კარგი, გასაგებ დიდი მადლობა. ბატონო გზარ, ესე იგი თქვენ გარკვევით თქვით რომ 100 მილიონით არის გაზრდილი, შემცირებული კი არ არის სამუშაო. კიდევ ამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო სამშენებლო აქტივობა 2013 წელს გასულ წელს 110 კილომეტრზე, მიმდინარე წელს არის სამშენებლო აქტივობა 140 კილომეტრზე, აქედან გამომდინარე ეს არანაირად შემცირებული არ არის და კიდევ ბიუჯეტი 2015 წელს უკვე 100 მილიონით არის გაზრდილი წინა წელთან დაკავშირებით და როგორ უნდა იყოს შემცირებას მე. ბატონო ნუგზარ, ეს ფაქტები და ციფრებით გესაუბრება ჩვენ ძირფას მოსმენელებოდა, მაგრამ მაინც ცოტა უცნაურია ადამიანის ბუნება, რის გაგებას უნდა იმას ის ესმის ეთქობა და ისე აღიქვამს, იმიტომ რომ თქვენ ციფრებით თქვით, ბატონო ნუგზარ, ამის შედარება უმარტივესია. თუ 500 მილიონი იყო და ახლა 540 იყო, ასე 540 იყო, ახლა 640 იქნებაო. მატებაა და სამუშაოების გაზრდა ასე იმაზეც კილომეტრებიც ახსენა 110-დან ახლა 140 კილომეტრზე სამუშაოები შარშან წინა წელს თუ გაიხსნა მოძრაობა 13-ში 15 კილომეტრზე. მოდი მაშინ პირდაპირ თქვით ბატონო გზა, ვინც ამბობს იმას რომ შეფერხდა იტყუება და მაშინ ალბათ ასე პირდაპირ ნათქვამით. მე კიდევ ფაქტებით საუბრობთ, აქედან გამომდინარე
ჩვენ ვართ სრული პასუხისმგებლობის ვაცხადოთ, რომ არც ერთი ობიექტი, რომელიც მიმდინარეობდა არ შეჩერებულა პრაქტიკულად ყველა დასრულების პირასაა, გარდა ამისა დაწყებულია რამდენიმე ახალი ობიექტი, რომელიც არ იყო დაწყებული. შესაბამისად, ეს აქტივობა და ეს სურათი უკვე ნათლად ჩანს. რო არის მატება და არაკლება, მსმენელი გველოდება კიდევ ერთი. გისმენთ? ალო, მოგესალმებით. გამარჯობა. გელოთად გასულ დღესასწაულს. დიდი მადლობა. ასეთი კითხვა მექნება თქვენს უმართან. თუ კი რამე კეთდება და შენდება, რა თქმა უნდა, ხალხი მივესალმებით. მაგრამ მაინტერესებს, რამდენად ხარისხიანად შენდება და სტანდარტების შენდება კი არა, იგება გზები უკაცრავად. სტანდარტების დაცვით, იმიტომ რომ იგება და რამდენიმე წელიწადში უკვე აღარ ვარგა. ანუ ამორტიზაციის ვადებზე თუ ილაპარაკებს თქვენი სტუმარი. გასაგებია. კიდე ხელისუფლების დაავადება არის სულ გზებს და ხიდებს აშენებს. მაინც რამდენი ხიდია საქართველოში გასაკეთებელი, რომ ყველა ხელისუფლებას, ანუ ცოტა ეჭვიჩდება იცით, კორუფციის ის არის რა ქვია, საშუალება ადვილად მაქვს. მე კიდე რა მაინტერესებს, აი თუ იცით თქვენმა სტუმარმა ბათუმში გამავალი გზა, რომელ ქუჩებს, ავტობანი მაქვს ხედველობაში, რომელ ქუჩებზე გავა? თუ შესაძლებელი. სად, რომელ ქუჩებზე? ვარლობთ. სად რომელ ქალაქში? სადღა ბათუმში? გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, საინტერესო კითხვებია ნამდვილად. კი ბატონო, დავიწყოთ პირველი. ვიდრე უპასუხოთ კიდევ ერთი მსმენელი გველოდება ბატონო გზა. გისმენთ, ალო? ეთერში ხართ, გისმენთ? ეთერში ხართ, რა შეკითხვა გაქვთ? გისმენთ? ალო? ბატონო გიორგი და თან სიმართლე მესალმები. გამარჯობა. მაინტერესებს ჭიათურა საჩხერე საქართველოს რეკონისკა უთხარი გასვლას ვეკითხები ეს ერთი მეორე მე ნარმანიადად მოვისმენე ეთერში რომ გასულ წელს გაღნიშნა საჩხერიდან საჩხერიან რადის მიმართულებით გაგეთდება გზა და ასეთი რამე არის რა მე ორი სიმართულები გასაგებია თქვენი კითხვა საჩხერე ვერ გავიგე რა თქმა უნდა ჭიათურის საჩხერის გზასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა ეთყობა ამ მონაკვეთზე მაგრამ უფრო მეტად აინტერესებდა საჩხერიდან რაჭის მიმართულებით გზა თუ გაკეთდებაო ეს კითხვა დასვა რაც შეეხება ქალბატონის შეკითხვას ბატონო გზა ხარისხი ახსენა მან ერთ-ერთი უპირველესი მისი კითხვა ეს იყო რომ აი რა ხარისხის არის ეს გზები მალე ხوار ექსპლუატაციის ვადა როგორი აქვს და მალე ხوار დაზიანდებაო ამას კითხულობ აბსოლუტურად და კორუფცია ახსენა ეს უკვე მე იყო და ჯერ ამას ხარისხზე უპასუხეთ და პირველ რიგში ესე იგი როდესაც დგება სამუშაოები, იწყება სამუშაოების შედგენის წინ კეთდება საპროექტო დოკუმენტაცია, საბრალოდ აბსოლუტურად ყველაფერი არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სამუშაოების წარმოება და შესაბამისად ხარისხის დაცვა. ხარისხის დაცვასთან დაკავშირებით არის შესაბამისი საზადამხედლო კომპანია აღჭურვილი შესაბამისი თანამედროვე ლაბორატორიებით, რომლის მეშვეობითაც სრულდება ხარისხის სრული კონტროლი აბსოლუტურად. კიდევ ამბობთ რომ ყველა გზები რომელსაც უტარდება ექსპლუატაცია არის აქ თავიანთი სასიცოცხლო ციკლი რა პერიოდზეც არიან გათვლილი ეს მათი სასიცოცხლო ციკლი შესაბამისად კიდევ ერთხელ აბსოლუტური სრული პასუხისმგებლობით რომ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს რომ ყველაფერი იყოს აშენებული ხარისხიანად მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არის ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი უხარისხობები ამაზეც ხდება ადეკვატური რეაგირება ამაზე მუშაობს კიდევ შესაბამისი მონიტორინგის სამსახური არის შიდა აუდიტის სამსახური, რომელთაც ხდება დამატებითი კვლევის საგანი ხდება და აუცილებლობის შემთხვევაში უკვე გადაგზავნა ხდება რეაგირებისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით იყო რამდენიმე რეაგირება გაკეთებული და ჩვენ შეგვიძლია თუ ვინმე დაინტერესდება დამატებით მივაწოდოთ ამასთან მიმართებაში შესაბამისი ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, ხო, რამდენი ხიდი უნდა აშენოს. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე გვაქვს 1000-ზე მეტი ხიდი ჩვენ. მრავალი მათგანი არის აშენებული გასული საუკუნის 30-იან, 40-იან, 50-იან წლებში. და გამომდინარე იქიდან რომ რეალურად ჩვენ როდესაც ვიწყებთ ხიდების რეაბილიტაციას და გზების რეაბილიტაციას ყველა ხიდებს აბსოლუტურად უკვდება შესაბამისი გამოკვლევა გამოცდები. ბატონო გზა ერთი მაპატეთ აი რა კონტექსტშიც დასვა ჩვენ მოსწრებმა შეკითხვა აუცილებლად ამ ასე უნდა უპასუხოთ თქვენს მან თქვა აი წინა ხელისუფლებაც იგულისხმა და იმის წინას და ახლანდელიც რომ რატომ გველაპარაკებენ სულუდამ ამ გზების და ხიდების მშენებლობაზე განა რამდენი გზა და ხიდია გასაკეთებელი აი ეს არის უნდა
უთხრათ ჩვენს მსმენელებს, რომ ეს არის უმთავრესი ამოცანა ხელისუფლების, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები იყოს შესრულებული მაღალ დონეზე, სწორედ ეს არის მათი ამოცანა თუ არა ხდება ხოლმე, რომ აი რატო ეს ქარხანა არ ამუშავა ხელისუფლება, რატო ამ წარმოებას არ ამუშავებს. ეს უკვე აღარ არის ხელისუფლების მოვალეობა. ადრე კომუნისტური წყობის დროს მართლა ყველაფერს მართავდა პარტია და ხელისუფლება, ყველა წარმოება, ყველა გზა, ყველაფერი თავის თავზე ჰქონდა, თავის პასუხისმგებლობაზე აღებული, მაგრამ ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობის პერიოდში მხოლოდ ინფრასტრუქტურა არის ძირითადად და ბიზნესის ხელშეწყობა. თვითონ ქარხანას არ ამუშავებს ხელისუფლება. ეს ალბათ უნდა უთხრათ კიდევ ერთხელ ბატონ ნუგზა, რომ აი რატო მაკეთებს ამას ხელისუფლება, რატო გვეუბნებია, რომ გზები გავიყვანოთ, გზები გვყავს ხიდებს ვაშენებთ. კიდევ ერთხელ ვთქვით, ახლა იყო ეს არის უშუალო მოვალეობა. მე შევახსენებ ამ მსმენელს, რომ ალბათ ბათუმიდან იყო ეს მსმენელი. არ ბათუმიდან, ხო კი, მე შევახსენებ, რომ თბილისიდან ბათუმამდე ჩვენ გვჭირდებოდა მგზავრობისათვის ეს 90-იან წლებში სადღაც 10 საათამდე, 11 საათი რომ ჩავსულიყავით და ან ჩავიდოდით, ან არა, გამომდინარე ესეთი რთული პერიოდი იყო იმ 90-იან წლებში. და რეალურად პრაქტიკულად ამ ეტაპზე უკვე იმდენად არის დიდი ასე ვთქვათ ავტომობილიზაცია, იმდენად დიდი ფუნქცია ენიჭება უკვე ქვეყანას ტრანზიტურის, რომ გზის, სატრანზიტო გზის მშენებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა ქვეყნისა, რომ აშენდეს ეს სტრატეგიული S60 ავტომაგისტრალი. მაგრამ S60 ავტომაგისტრალი ვერ იფუნქციონირებს თავისთავად, თუ მასთან არ იქნება დაკავშირებული ყველა რაიონული ცენტრი სრულყოფილი მისასვლელი გზით. კიდევ ჩვენ ქსელი გვაქვს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოების მნიშვნელობის გზებისა 6000 კილომეტრზე მეტს, რასაც ამ ეტაპზე 6300 კილომეტრამდე ვემსახურები და ჩვენ ვამბობთ მხოლოდ და მხოლოდ რომ ამ გზებს ვინახავთ მიმდინარე შეკეთებით და წელიწადში შარშან ჩაუტარეთ 250 კილომეტრს გზას რეაბილიტაცია პერიოდული შეკეთება. ეს არის მთლიანი გზების ქსელის მოცულობის სადღაც 4%-ზე საუბარი. ანუ გამომდინარე ყოველ წელს სასიცოცხლო ციკლიდან გამომდინარე რეალურად ჩვენ ასეთი ტემპით რო გავაგრძელოთ, სადღაც მე-20 წელს უწევს აღნიშნულ მონაკვეთს კვლავ რეაბილიტაცია და ეს არის ზუსტ აბსოლუტურად აქ არანაირ იმაზე არ არის რაღაცა გადამეტებაზე საუბარი, მაგრამ საუბარია ზუსტად რომ რაც ესაჭიროება გზას რომ იყოს განვლადი, სასიცოცხლო ციკლი იყოს შენარჩუნებული, ზუსტად ეს მომენტია, რომ უტარდებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ გზებს, რომელსაც უკვე ესაჭიროებათ. ანუ სადაც გზა არ გქონდა და ამჟამად გზა გვაქვს. კიდევ წეღანაც საუბრობდით. არ იყო დამაკავშირებელი გზა, რეალურად ზესტაფონიდან ბაღდადამდე ნორმალური, უკვე დაიწყო შარშან გაკეთება და 18 კილომეტრიან მონაკვეთს ადრე თუ უნდებოდნენ თქვა საათზე მეტი, ახლა მომუნდებიან მიმდინარე წლის ზაფხულისათვის უკვე სადღაც 15 წუთი. შიომღვიმესთან მისასვლელი გზა, ჭოგნარის გზა, ეს ყველა გზები იყო ამორტიზირებული 80-იანი წლებიდან, ანუ ბოლო 25 წელიწადი ამ გზებს არ ჩატარებიათ არანაირი შეკეთებითი სამუშაოები. რაც შეეხება ბათუმის შემოვლით გზას, რასაც სად გაივლისო. ეს თვითონ ბათუმის შემოვლით. ვიდრე ამას უპასუხებ და კიდევ ერთი საჩხერესთან დაკავშირებული, ბოლო ზარი მივიღოთ დრო გვეწურება და ამიტომ ეს იქნება დღევანდელ გადაცემაში ბოლო ზარი. გისმენთ ეთერში ხართ? დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ, ალო? გამარჯობათ, ბატონო გოგი. გამარჯობათ. ერთი სიტყვით, აი ესეთი შეკითხვა მაქვს. ბატონო ესეთი შეკითხვა მაქვს, ბატონო გოგი. ბრძანეთ. რადიო შაუწიეთ, ხელს გიშლით, მის ორმაგად მოგდით, ხმა და ამიტომ გიჭით საუბარი. ჩაუწიეთ და უფრო კომფორტულად იქნებით. თბილისიდან აგარამდე ამოვდივართ 1 საათში. დიახ, გასაგებია. დიახ. აგარიდან სოფელი არის მოხისი 2 კილომეტრში და 1 საათი უნდებით იქამდე ამოსვლას. მუნიციპალიტეტს არაფერი საშუალება არ აქვს რომ გააკეთოს ეს გზა. აჰა. ხომ არ არის რამე საშუალება ბატონ გასვიანთან რომ მოგვეშველოს რაღაცნაირად შუამდგომლობა რომ ეს 2 კილომეტრი გააკეთდეს. გასაგებია, დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ. ბატონო გზარ მონიშნულია შეკითხვას და მე ვთხოვ მსმენელს რომ მოგვიცადოს gadacemის ბოლომდე სულ 5-6 წუთი დაგვრჩა. დავასრულო ბათუმზე. სად გაივლის ბათუმში? რომელ ქუჩებზე? ქუჩებზე არ გადის პრაქტიკულად ეს ბათუმის ასე ვთქვათ, უკანა როგორ ვთქვათ, აი სადაც თავდება დასახლება, ეგ უკვე ეს გზა ძირითადად უნდა გაიაროს გვირავებსა და ესტაკადებში. რეალურად ჩვენ ქუჩებში ვერ გავიყვანთ შემოვლით გზას. ეს
ქალაქს არ ეხებით. ქალაქის ქუჩებში არ გაივლის. ანუ ქალაქის ასე ვთქვათ დასასრული სადაც არის რომ თავდაპირველად როგორ ახსნეს სწორად, სადაც ქალაქი თავდება, უკვე იმ მონაკვეთებში გავდივართ ესტაკადით და შემდეგ მდინარე ჭოროხთან გამოვდივართ და უკვე იმის მერე გაგრძელდება სარფისაკენ. აქედან გამომდინარე ქუჩებს ჩვენ არ გავივლით. აი ამ ეს იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი გზა ტრანზიტული ავტოტრანსპორტის ამ გზით ის არ გელვეს, მხოლოდ ტრანზიტი, რომელიც იმოძრავებს ვთქვათ სარფის მიმართულებით, თურქეთის მიმართულებით და ამიტომაც ქვია ამას დამოუკიდებელი ჩქაროსნული გზა. ანუ სარფიდან რო შედგება ავტობანზე, ჩამოვა თბილისში ძალიან მოკლე პერიოდში. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად იზოლირებული, რომ არ ვიაროთ ქუჩა-ქუჩა, მაგრამ ქუჩებიდან უკვე ამოსვლა, რა თქმა უნდა, იქნება შესაძლებელი და ბათუმში იქნება რამდენიმე ამოსასვლელი ამ ტრასაზე. რა თქმა უნდა, უნებრივია სხვანაირად ეს არც აშენდება. ერთი მინდა და ამასთან დაკავშირებით კითხოთ ბატონო გზარ, ვიდრე სხვა თემაზე გადავალთ და ჭიათურას ვიდრე შეეხებით, მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. ძალიან კარგია, რომ გვექნება ასეთი შესანიშნავი საერთაშორისო მნიშვნელობის გზა სარფიდან წითელ ხიდამდე. აი სარფის შემდეგ და წითელი ხიდის შემდეგ მეზობელ სახელმწიფოებში როგორი მდგომარეობაა, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ, თუ აიტანს ის გზების და თუ ექნება მას ისეთი გამტარიანობა, როგორც ჩვენ გზას, ეს 4 გზოლიანი უკვე კარგი გამტარიანობის იქნება, ხო, გამტარუნარია. სარფის იქით ეს არის თურქეთის მხარეს უკვე პრაქტიკულად მაგათ დასრულებულია 4 გზოლიანი გზის მშენებლობა. აბსოლუტურად პირიქით მეზობლები ესე იგი მუშაობენ ამ მიმართულებით. თურქეთმა რეალურად პრაქტიკულად უკვე დაამთავრა, რაც შეეხება აზერბაიჯანში წითელი ხიდის მხარეს მანდ მიდის ეს სამუშაოები და მე ვფიქრობ, ისინიც მუშაობენ. კი, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ანალოგიურად აღნიშნული პერიოდისაც ჩვენ როცა მივალთ, უკვე ისინი 4 გზოლიანით იქნებიან მოსულები ჩვენ საზღვარზე. ეს მთლიანი ეს ტრასა ამ სამ სახელმწიფოზე დაწყებული კასპიის ზღვამდე ზუსტად ეს არის აი ამ აბრეშუმის გზის იდეა, იმუშავებს აბსოლუტურად სრულყოფილად. შავი ზღვიდან კი შეიძლება ეგეოსამდე მიდიოდეს. საბოლოოდ ეს მიდის უკვე ევროპაში და იქით შუა აზია და ჩინეთის მიმართულებით. ჩინეთიდანაც შენდება გვირავებით დიდი გზა შუა აზიისაკენ და ეს იგი აბრეშუმის გზის სრული რეაბილიტაცია აღადგენად მშენებლობა. ამიტომაც საუბრობ ზუსტად გზებზე, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ერთ-ერთი მე არ ვფიქრობ, ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის განვითარების, რომელსაც მე მიაბმებო დანარჩენი ინდუსტრიაც ასე ვთქვათ. მოდი ამას მივაბართ მაშინ პრაქტიკულად ჩვენ მიმდინარე წელს 13 კილომეტრი ჩავუტარეთ რეაბილიტაცია და 5 გასულ წელს უпростоრი და დაგვრჩა 7 კილომეტრი საჩხერემდე მისასვლელი, რომელსაც 2015 წლის სექტემბრისათვის დავასრულებთ. რაც შეეხება საჩხერი ონის ეს არის საკმაოდ რთულ გეოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებში გამავალი მონაკვეთი. ამ ეტაპზე ეს არის მოსაზრება, რომ როგორი შესაძლებელი იყოს აღნიშნული გზის გაყვანა, მაგრამ მიმდინარეობს ჯერჯერობით განხილვა, როგორც კი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამის შემდეგ უკვე განმახორციელებელი უწყება მიიღებს უკვე შესაბამისი სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას. ჯერჯერობით საავტომობილების დეპარტამენტი აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი უწყება არა ვარ. ესე იგი ჯერ მხოლოდ განხილვის დონეზეა ეს საკითხი. გასაგებია ამ მოწურავი პასუხია რა მოხისის საკითხს პირდებით რომ ჩავინიშნოთ, მივაძვით ვინც კურირებს მაგ ინფორმაციას და არა აქვს თვითმმართველობა საშუალება მსვენელმა თქვა ეთყობა აქვს მას ეს ინფორმაცია და ჩვენ რამენერად შეგიძლიათ რომ შეეშველო. ჩვენ კიდევ ამბობთ ეს არის საერთაშორისო და შიდა გზების მსახურების საავტომობილების დეპარტამენტი, მაგრამ მე რას ვამბობ, ჩვენ მივაძვით აღნიშნულ პრობლემას როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, მივაძვით გუბერნიას და შესაძლებელია განიხილოს და განხილული იქნას. ანუ ჩვენ აღნიშნულ პრობლემას ასე ვთქვათ, რაც მივიღეთ დღეს, მონიშნული გვაქვს და მივაწვდით. კარგი, დიდი მადლობა. მსმენელების შეკითხვებზე პასუხები არის გაცემული. მე მგონი ამომწურავად, არ ვიცი თუ კიდევ დამატებით რამე გაჩნდება იმ შეკითხვაზე, თუნდაც იმის გამო, რომ მიმდინარეობს თუ არ მიმდინარეობს სამუშაოები, მე მგონი ეს სადაო არ უნდა იყოს იმ ციფრებიდან გამომდინარე, რაც ბატონმა მე არ ჩავთვალე საჭირო გამომდინარე. ასე ღიად არა, ღიად კი უბრალოდ ისედაც გარკვეულია ყველაფერი და მაინც ის რო თქვა, რომ არა ეს აზე. რა ფაქტები გვიჩვენებს ყველაფერს, აგერ 32 კილომეტრი გზა არასდროს არ გახსნილა და ფაქტია და ეს უკვე ანალიზი უკვე მსმენელმა უნდა გააკეთოს რეალურად რა ხდება. კი ბატონო, მაგრამ რამდენჯერმე რა კი იკითხეს ასე და რატო ამბობენ რომ არ მიმდინარეობს სამუშაო რაღაცას ჩვენ ძირფასო რადიომსახურება ჩვენს საუბარსაც, აი დღევანდელ ჩვენს გადაცემასაც და საერთოდ ყველაფერს რასაც ვისმენთ
ტელევიზიით, რადიოთი, რასაც ვკითხულობთ, უფრო კრიტიკული თვალით შევხედოთ ხოლმე და საკუთარი დასკვნები და ანალიზი გავაკეთოთ. ყოველ შემთხვევაში ის მონაცემები, რაც ბატონმა ნუგზარმა წარმოგიდგინა დღეს, ნამდვილად იძლევა განჟის და რაღაც ანალიზის გაკეთების საფუძველს და მე მგონი დამატებითი ის კითხვები წესით აღარც უნდა გაჩენილიყო. მიმდინარეობს სამუშაო თუ არ მიმდინარეობს, შეჩერდა თუ არ შეჩერდა. შეჩერდა შეიძლება ზოგან ზამთარში, მაგრამ ზამთრის მხოლოდ და მხოლოდ კლიმატური პირობების გამო შეიძლება აი იანვარის დიდი ყინვები და თოვლი რო იყო, მაგრამ კიდევ უკვე როდის იყო ესე იგი 11 იანვარს უკვე სამტრედიაში ბეტონი დაიგო 9 კილომეტრი. 11 იანვარს, ანუ როგორც კი გამოვიდა ამით. ანუ შეჩერდა გარკვეული ის პერიოდი, ნუ იყო დღესასწაულები, ახლა ახალი წელი, ისე რა ქვია, შობის დღესასწაული და მაგრამ უკვე სრული ტემპით არის გამომდინარე კლიმატური პირობებიდან და უკვე როგორც გაგრძელდება 1 მარტიდან უკვე ყველა ნახავს თვალნათლივ როგორ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ძირითადად ვინც მოძრაობს დასავლეთი აღმოსავლეთზე, ეს იქნება რუის-იაგარას მონაკვეთზე, ეს იქნება გომის მონაკვეთზე, ეს იქნება ზესტაფონში. აბსოლუტურად გზიდან გამოჩნდება ყველაფერი. როგორ მიმდინარეობდა ჩანს აბსოლუტურად. ერთადერთი არ ჩანს გრიგოლეთის, იმიტომ რომ გზიდან არის მოშორებული, არ ჩანს აჭარის შემოვლითი გზა, ისევ გზიდან არის მოცილებული. მაგრამ გაიხსნება და გამოჩნდება. გაიხსნა, რა თქმა უნდა, საწავა გზა. გაიხსნება და გამოჩნდება. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონო გზა, სულ 1 წუთი გვჭება რაღაც ერთგვარი რეზუმე რომ გავაკეთოთ, შეჯამება რა სიტყოდით. კიდევ ერთხელ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევისათვის მზადა ვართ. აბსოლუტურად მთელი საავტომობილო გზების დეპარტამენტი მზად არის აღნიშნული სამუშაოების ჩატარებისათვის. მე არ მითქვია რომ წელს კვლავ ჩვენ სადღაც 250 კილომეტრის ფარგლებში გავაგრძელებთ რეაბილიტაციას შიდა სახელმწიფოებრივი გზების. აქ არის როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, აქ არის ასევე მსოფლიო ბანკი. მე კიდევ ვიტყვი რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობს 4 დონორი. ეგეთი პრეცედენტი მე არ ვიცი, ალბათ შეიძლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველგან არ იყოს, მაგრამ ეს არის ნიშანი იმისა, თუ როგორ მუშაობს გზების დეპარტამენტი, როგორი მენეჯმენტი აქვს და არის ის გამჭვირვალეობის პრინციპი. მუშაობს მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და იაპონიის განვითარების სააგენტო. აქედან გამომდინარე, ყველა არის მზად, რომ გაზაფხულიდან რიკოთის, უღელტეხილის მონაკვეთის მშენებლობისათვის ყველა მიიღოს თანამონაწილეობა როგორც დონორება. მე დიდ მადლობას მოვახსენებ მსმენელს. რა თქმა უნდა, არის ბევრი ასე ვთქვათ, ის გასაკეთებელი, მაგრამ კიდევ კეთდება ის, რაც არის მაქსიმალურად და ოპტიმალურად შესაძლებელი. კიდევ არ კეთდება არანაირად ნაკლები, კეთდება მეტი, კეთდება ის, რაც გვაქვს დაგეგმილი აბსოლუტურად. დიდი მადლობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი ნუგზარ გასვიანი სტუმრობდა ღია სტუდიას. მე აქვე შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ ჩვენი გადაცემა დასრულდა, მაგრამ მისი მოსმენა თქვენ ნებისმიერ დროს შეგეძლებათ, თუ კი შეხვალთ ჩვენს ვებგვერდზე, რომლის მისამართია რადიო 1.g. დღევანდელი და ნებისმიერი ღია სტუდიის გამოშვების მოსმენა შეძლებთ რადიო 1.g. ბატონ ნუგზარს დიდ მადლობას მოვახსენებ. მადლობთ ბატონ ნუგზარ, მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და შემოქმედებით ჯგუფზეც მოგაზრდით ინფორმაციას. ლია ციკლაური, ნათია არველაძე, ლელა ვაშაკიძე, ინგა გურგენაძე და გიორგი ჩოკოშვილი მუშაობდით გადაცემაზე. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო, მომავალ შეხვედრამდე. Студия.